სურვილზე არა. სინამდვილეში საბოლოო ჯამში როცა მით უმეტეს ოპოზიციას ყოველთვის აქვს ხოლმე გამოწვევა ყველა არჩევნების წინ, რომ აქტივობა იყოს ოპოზიციურად საპროტესტო ელექტორატის. მოკლედ, როცა აი ამ ელექტორატის დიდი ნაწილი, თუნდაც არ ვიცი 30-40% იყოს, მოდი ასე ავიღოთ, გეუბნება რომ უბრალოდ არ მოვალ ამ არჩევნებზე, აში რისთვის გადიხარ. ხო, როცა იმ პირობებშიც კი, როცა ეგ ადამიანები მოდიოდნენ არჩევნებზე, მაინც ვერ უგებდი აი მთელ გაყალბების სისტემას, რომელიც აქვთ ამათ ხელში. მე სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველ შემთხვევაში თვეების რამდენიმე თვის წინ, რაც დაჟღერებდა ეს დახურულ შეხვედრებზე ჩვენ წინაშე ვიცი და მახსოვს უბრალოდ ის მაინც ღიადაც 26 მაისსაც 5-შიც ანუ ღია კაფიოდაც იყო ამ დროის უბრალოდ ამ მომენტში არჩევნებში ამ ვითარებაში მონაწილეობას აზრი არ აქვს. უბრალოდ ამ მომენტში არის სიტუაცია შექმნილი ისეთი, როდესაც ცდილობს უბრალოდ ანგარში გაუწიოს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების პოზიციას და საბოლოო ჯამში აი ეს კონსოლიდაცია პოზიციების დაახლოება როგორღაც მოხდეს აი ამ პოლიტიკურ ძალებს შორის, იმიტომ რომ მე მათ შორის როცა აი ეს ლიდერები თუნდაც ბატონი მამუკა და ბადრი იყვნენ თავისუფლებაზე რამდენიმე კვირის წინ იმის გამო რომ აი ესე გამწოვდა სიტუაცია ოპოზიციის შიგნით გადავწყვიტე რომ მივსულიყავი პარტიაში და უბრალოდ გამეგო მათი პოზიცია და იქაც კი იმის მიუხედავად რომ ყველა არ არის ამ პარტიაშიც კი ისე როგორც გახარიასთან არწმუნებული საკუთარი პარტიული პოზიციის აბსოლუტურ გასვლაზე კი ამას გულისხმობ იქაც კი საბოლოო ჯამში ყველა აღიარებს, რომ ყველაზე უფრო კატასტროფიული სცენარი იქნება ოპოზიციის აი მთავარი ბირთვის აბსოლუტურად გახლეჩვა ორ ნაწილად და ნაწილი მათგანის შესვლა აი ეგრეთ წოდებულ არჩევნებში და ნაწილის საარჩევნო პროცესის მიღმა დარჩენა, მაგრამ მე უბრალოდ ყოველთვის ვამბობ, რომ აი ამ პროცესს, რასაც ვხედავთ ივანიშვილის 4 ოქტომბრის არჩევნების სახით საერთოდაც ვერ განვიხილავ არჩევნებად, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ 26 ოქტომბერს და რასაც ვიძახდით აბსოლუტურად გულწრფელად მომდევნო დღეების განმავლობაში, აი ამ არჩევნების შემდგომ ივანიშვილმა საერთოდ მოკლა და გაანეიტრალა და გაანადგურა ამ ქვეყანაში არჩევნები, როგორც ასეთი მთავარი დემოკრატიული ცვლილების ინსტრუმენტი ხალხის ხელში. ის, რასაც 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული არჩევნების სახით საბოლოო ჯამში ნახავთ, იქნება მხოლოდ და მხოლოდ კლოუნადა დადგმული ივანიშვილის მხრიდან და აქ რაღაცა ფონად შესვლა რომელიმე პარტიის რაღაც ანტურაჟის როლი შეასრულოს, მე მგონია, რომ ყველაზე უფრო კატასტროფიული სცენარი იქნება. მაგრამ მათ აქვს აი ასეთი არგუმენტი და მე მომისმენია და თვითონ თქვენგანსაც დარწმუნებული ვარ მოსმენილი გაქვთ რომ მაშინ რა ხდება ბოიკოტის შემთხვევაში და ბოიკოტის შემდეგ რა ხდება მაშინ ეს აი 5 ოქტომბერს როცა მიგვიძებთ კი რა ხდება ანუ ამ გეგმას მიუხედავად იმისა რომ ელენე ხოშტარია ხშირად საუბრობს ამ გეგმაზე და დღევანდელ ორივე შემთხვევაში ის არის შეკითხვა რა ხდება 5 ოქტომბერს როცა ვიღვიძებთ იმ შემთხვევაშიც თუ აი ეს ოპოზიციური სპექტრი გავა ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე არ გავა. საბოლოო ჯამში ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ერთადერთი გზა არის აქეთა მხრიდან ძალის, მათ შორის ფიზიკური ძალის ბოდიში ნიკო დაასრულეთ აქციის მონაწილეების ნაწილი დაიძრა პარლამენტის ზედა მხარეს უკანა შესასვლელისკენ თუ გვაქვს შესაძლებლობა მოვისმინოთ შევხედოთ რა ხდება საინტერესოა მოსმენა რევოლუცია იყო შეძახილები და მოკლედ აქცია გრძელდება პარლამენტთან ჩვენ დაგვიბრუნდებიან და დაუბრუნდებით ჩვენს კორესპონდენტებს რომლებიც მოსმენაზე კი არა აქ საუბარი გულწრფელები თუ ვიქნებით მათ შორის რასაც საუბრობთ ხოლმე ტელეკამერების მიღმაც ერთმანეთში ორი გზა არსებობდა ხო და ისედაც ბუნებაში არსებობს ორი გზა ეს არის ან დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება ან უბრალოდ მოქალაქეები იძულებული ხდებიან რომ საკუთარი ფიზიკური ძალით აიძულონ კონკრეტული დაჯგუფება რომელსაც მიტაცებული აქვს უკანონო ძალაუფლება რომ აი ამ ძალაუფლებიდან გაუშვას მე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაში რაც ძალიან ყურში მომხვდა და
არ მომეწონა, იყო ის რა ილუზიაში ცხოვრების გაგრძელებასაც ვცდილობ დღემდე და რაღაც ქართული ოცნებას თანამებრძოლებისთვის, რომ აი ირყევა რაღაც შიდა კლანური პრობლემები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს, მით უმეტეს ამ ტიპის რეჟიმების პირობებში. ერთადერთი გულწრფელად აქვთ, რა თქმა უნდა, პრობლემები და ეს პრობლემები არის სანქციები, საგარეო იზოლაცია, რაც ნამდვილად აწუხებთ, მაგრამ იმის თქმა რომ დღეს რეჟიმი არის რაღაცა ქვეყნის შიგნით ძალიან ცუდ მდგომარეობაში, სინამდვილეში ყველაფერი არის პირიქით, იმიტომ რომ ეს რეჟიმი არასდროს ყოფილა ესეთი ძლიერი და კონსოლიდირებული ამ მასშტაბით არასდროს ყოფილა საქართველოს ისტორიაში, ძალაუფლება როგორც დღეს არის ერთი კაცის და ერთი დაჯგუფების ხელში, ყველა ფაქტობრივად მსგავსი პრეცედენტი ხო უბრალოდ მით უმეტეს თქვენ, რომელიც ამ 10 წლეულების განმავლობაში აშუქებთ აქტიურად პოლიტიკურ პროცესებს, არ გინახავთ რომ ყველა ქვეყანაში ყველა მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყოს ციხეში გამოკეტილი და ნუ ერთი გახარი არის, რომელიც ფაქტობრივად იძულებით პოლიტიკურ ემიგრაციაში და არავინ იცის დაბრუნდება თუ არა. ხო, წინააღმდეგ შემთხვევაში მოდით მინდა რომ მოვასწრო აუცილებლად და ვისაუბროთ მართლაც ასეთი ვითარება არასოდეს არ ყოფილა ამ ქვეყანაში და ეს კანონებით ყოველდღე რაც ხდება. რა თქმა უნდა, აი ასეთი დრაკონული კანონები, ამდენი პოლიტიკური იტყვე და ციხეში პოლიტიკოსები, პოლიტიკური ლიდერები ციხეში, ყველა პროფესიის ადამიანი, ჟურნალისტები, ექიმები, მუსიკოსი, მწერალი, პოეტი, ყველა აბსოლუტურად ციხეში. ამას დასავლეთ, მაგრამ რაღაცნაირად უნდა თქვენი აზრიც მინდა მოვისმინო, რა არის ის, რაც რეჟიმს უკან დაახევინებს. მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში გამოსავალი არის ერთი რაც ახსენის გულწრფელობა და რეალობისთვის თვალებში ჩახედვა, რაც არ უნდა მძაფრი იყოს ჩვენთვის და ამის ახსნა და გაზიარება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის რა ხდება სინამდვილეში დღეს და რეალობა არის ის დღეს რომ უბრალოდ ვართ ძალიან ძიმე მდგომარეობაში, ისეთ მდგომარეობაში არის ქართული სახელმწიფო, როგორც არ ყოფილა მისი დამოუკიდებლობის ისტორიაში და მე ვფიქრობ რომ აი ამ რეალობის გააზრება მიგვიყვანს საბოლოო ჯამში იქამდე რომ ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში. როცა გუშინ მკითხულობდი ჯერ პოლიტიკოსები ციხეში და მთელ ეს პერიპეტიები, რასაც ვხედავთ და აი ეს კანონები, რომელიც მათ შორის თქვენს შეგეხოთ და გუშინ წავიკითხე ერთ-ერთი პენსიონერის ისტორია, რომელიც სასამართლოში დააიბარეს იმის გამო, რომ Facebook-ზე დაწერა კომენტარი და სთხოვდა, რომ პენსიონერი მარტოხელა ხალი ვარ და პენსიონერი მარტოხელა ხალი ვარ და აი ბოდიშ მოუხდი, ვისაც არ ვიცოდი ამ კანონის არსებობის შესახებ საერთოდ და ძალიან გთხოვთ, ნუ გამწირავთ და ნუ დამტოვებთ ულუკმაპურათო გავიდა ეს მანტია მოსხმული რომელიღაც ჯალათი მოსამართლე და გამოუტანა 2500 ლარიანი ჯარიმა ამ ადამიანსაც და ახლაც როცა აქ მოვდიოდი ტაქსის ბრძოლას ამას უხსნდი. მე მგონია რომ საბოლოო ჯამში გამოსავალი არის ეგ რომ სიტუაციის სიმძაფრე აუხსნათ რა შეიძლება მეტ ადამიანს, იმიტომ რომ მე მგონია რომ ჩვენც რაღაცას ვაკლებთ, ჩვენც რაღაცას აქამდეც ისე უყურებდით ხო ვალა იქებს რომ აი ამას არიზავენ, რას არიზავენ ხო ხედავთ რომ ბოლომდე მიდიან, ხო ხედავთ რომ ყველა პოლიტიკური ლიდერი არის ციხეში და რის მოლოდინიც თლად ბოლომდე არ ქონდა, რასაც ანონსებდნენ რომ წლის ბოლოს აკრძალავდნენ ამ პარტიებს. დღეს ხო ვიაზრებთ რომ ამასაც იზავენ და სინამდვილეში აი ეს ფურცელზე ოფიციალურად გაფორმებული და აწერილი ფორმალურადაც კი აღარ დარჩება ეს პარტიები და საბოლოო ჯამში ჩვენს გაერთიანებაზე კონსოლიდაციას თუ ვინმე იწოს, ეს არის თავად ივანიშვილი და მე ვფიქრობ, რომ აი ეს კონსოლიდაცია, ერთიანობა უნდა გარდაუქმნათ კონკრეტულ ნაბიჯებში, პრაქტიკულ ნაბიჯებში და ივანიშვილის რეჟიმი უნდა ჩავარდეს საბოლოო ჯამში ამ ჩვენივე ქმედებების შედეგად ისეთ კონდიციაში, რომ იქით გაუხდეთ აი ეგ თუნდაც ახალი არჩევნების დანიშვნა ჩვენივე პირობებით სახვეწარი. მადლობა დიდი, იმედია ასე იქნება. ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსაზრებების მოსმენა. მადლობა რომ მიყავით ჩემი სტუმრები, თორნიკე რაზმაძე, ცოტნე კობერიძე და ნიკო მანაგაძე იყვნენ ჩვენთან ერთად.